ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, სქესობრივი კავშირის იძულება. რა დანაშაულებს განაპირობებს ტოქსიკური მასკულინობა და როგორ ვებრძოლოთ მას? გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი. ტოქსიკური მასკულინობის გამოვლინებები ძალიან მკვეთრად და მძიმედ შეინიშნება ხოლმე დანაშაულებში, რომელსაც საფარი მუშაობს. ეს ეხება გენდერის ნიშნის ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახის ძალადობას, ფემიციდს, სექსუალურ სქესობრივ დანაშაულებს, რომელსაც სხვადასხვა კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობა აქვს. ტოქსიკური მასკულინობა ამ სწორედ განპირობებული სტერეოტიპებით და კაცურობის დომინაციის საჭიროებით, როგორც ესე სუბიექტურად აღიქმავენ ხოლმე მამაკაცები, ხვდებით იმ ნაწილში, სადაც უკვე ერთვება აგრესია. და აგრესია შემდგომ წარმოშობს მთელ რიგ დანაშაულებს. ყველაზე ხშირი და ეს არ იქნება გასაკვირი და გასაოცარი, ეს არის ოჯახის ძალადობის საქმეები, სადაც კაცის როლი, როგორც სოციალური როლი, მამაკაცების მხრიდან ამ ტოქსიკური მასკულინობის ფარგლებში აღიქმება როგორც დომინანტი, ყველაფრის სათავე და გადამჭრელი როლი საზოგადოების ნაწილშიც და ასევე რასაკვირველია ოჯახშიც. ოჯახში ტოქსიკური მასკულინობის გამოხატულება უკავშირდება მთელ რიგ შეზღუდვებს, როგორც მეუღლის მიმართ, ასევე შვილების მიმართ. მარი ვარამაშვილს ტოქსიკური მასკულინობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის მაგალითი მოჰყავს. ჩვენ მქონია кейსები, სადაც იმდენად მძიმედ იყო ეს გამოვლენილი აგრესიულობის ნაწილი, დომინაციის და კონკურენტუნარიანობის ძალიან გადაჭარბებული აღქმა, რომ ვიღებდით ბავშვებს, რომლებსაც აკრძალული ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ არათუ რაიმე ღიაობა და არამედ საკუთარი თავის გამომხატველობა საზოგადოებაში, არამედ თავისი ბაზისური საჭიროებებით სარგებლობაც კი ისეთი როგორიც არის თუნდაც სოციალიზაცია, მეგობრებთან ურთიერთობა, სატელეფონო კომუნიკაციების, ტელეფონის მოხმარება, ტელეფონის გამოყენებაც კი ჰქონდათ აკრძალული და მათი როლი მამის მხრიდან დადგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე, დედის დამხმარე, სოციალური გენდერული როლი იყო ბავშვის და ბავშვი საუბარი მაქვს 13 წლის 12 წლის ბავშვზე, მხოლოდ და მხოლოდ იყო ის, რომ უნდა გაეკეთებინა საოჯახო საქმეები, იმიტომ რომ მამა, რომელიც იყო ამ ტოქსიკური მასკულინობით სრულიად დაავადებული, ასე ვიტყვი, სჯეროდა და სწამდა, რომ აი ამას აკეთებდა საკუთარი შვილის უკეთესი მომავლისთვის და უკეთეს პიროვნება ჩამოყალიბებისთვის და ამ დროს ბავშვი იყო როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის ძალიან მძიმე მსხვერპლი, იმიტომ რომ ფაქტობრივად უწევდა დაემალა საკუთარი საჭიროებები, მეგობრებთან ურთიერთობა, სკოლაში სიარული, შეზღუდული ჰქონდა ტანსაცმლის სარგებლობა, იმ ტანსაცმლის სარგებლობა, რომელიც შეიძლება ახალგაზრდა ბავშვს მოსწონდეს და უნდოდეს. თმის გაშლა იქნებოდა ეს თუ ელემენტარულად არ ვიცი, ყველაფერი ის, რაც შეიძლება ახარავდეს პატარა ბავშვს და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ იმდენად იყო შემოსაზღვრელი, დედაზე აღარ მოგსაუბარი, დედა უკვე რაღაც საკუთარი ამ ტაბუდადებული ნორმების მსხვერპლი იყო წლების განმავლობაში და აი ამ ყველაფერმა უკვე შვილებზეც იქონია გავლენა, იმიტომ რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების ოჯახებში სამწუხარო ძალადობის მსხვერპლი ბავშვები იზრდებიან ამ ყველაფრის შემყურა და იმ ტოქსიკური გარემოს შემყურა, სადაც უწევთ არსებობა. იმიტომ რომ მათ ცხოვრებას მართლა არსებობა ქვია და საბოლოო ჯამში აი ამ შეტყობინებები, რომელსაც ის უგზავნიდა ხოლმე მამა, რომელიც წასული იყო ოჯახის მარჩენალი იყო და ეს ოჯახის მარჩენალად ყოფნა კიდევ უფრო მეტ დომინაციას აძლევს ხოლმე საკუთარ წარმოდგენებში მამაკაცს, იმიტომ რომ თვლის, რომ აი ამ მარჩენალობასთან ერთად, რასაკვირველია ამ დომინაციას და დომინანტობასთან ერთად ის არის გადამწყვეტი ოჯახში, ის მართავს ყველაფერს და მართავს ყველა არა მარტო ფინანსურ ნაწილებს, არამედ იმ ნაწილსაც კი, ვინ ვისთან უნდა იურთიერთოს, ვინ როგორ უნდა დაკავდეს საკუთარ თავისუფალი დროის განმავლობაში და განსაზღვრული ჰქონდა ყველა ოჯახის წევრს თუ რა უნდა ეკეთებინა. საბოლოო ჯამში ეს საქმე ესე დასრულდა, რომ ჩვენ მე ვუტარებდი ტრენინგს ახალგაზრდა გოგონების დღის ფარგლებში და ეს ბავშვიც იყო ამ ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც დააიდენტიფიცირა ძალადობის მსხვერპლად თავი და ერთ დღეს მოგმართა და ამ მომართვიანობასაც ძალიან დიდი გამბედაობა დაჭირდა, იმიტომ რომ მამა იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და წარმოიდგინეთ რამხელა ბარიერების და რამხელა ზეწოლის გადატანა მოუხდა ამ ბავშვს, რომ ჩუმად გამოსულიყო კონტაქტზე, ისე დავგეგმეთ ყველაფერი, რომ ამასთან არავისთან არ ჰქონდა ამ დროს კომუნიკაცია და მოძალადის დაკავება მოხდა მხოლოდ ერთი ზარით ამ ბავშვის გამბედაობის ხარჯზე.
და დღეს რა ნახოთ ეს ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ წნეხი მასზე წამოვიდა, წნეხი წამოვიდა სხვა ოჯახის წევრების მხრიდან, რომ მამას ეს გაუკეთა, დღეს რა ნახოთ ეს ბავშვი არის სრულიად გათავისუფლებული, აი ამ ძალიან დიდი და მძიმე ცხოვრებისგან, რაშიც ყოფნა უწევდა, ეხლა ელემენტარულად ჩაუწვდით სკოლაში სიარული ისე როგორც მას სურს, გაშლილი თმით იქნება ეს თუ არ ვიცი ჯინსის შარვის ჩაცმით და აქვს ურთიერთობა მეგობრებთან. ხო აი რაღაცა утопია, რამდენად მარტივ რაღაცაზე ვსაუბრობთ, მაგრამ სინამდვილეში აი ესეთ ოჯახებში, აი ამ ტოქსიკური მასკულინობით გამოვლენილი აგრესიით და დომინაციის უშეწის სურვილით გენერირებულ ოჯახებში იზრდებიან ესეთი ბავშვები, რომლებსაც დახმარება სჭირდება და ამ დახმარებისთვის საჭიროა რომ დააიდენტიფიცირონ, რასთან უწევთ გამკლავება. იურისტი ასევე გვესაუბრება ტოქსიკური მასკულინობის შედეგად გამოწვეული ოჯახური ძალადობის შესახებ. ზოგადად ოჯახის ძალადობის ეს ფორმები ყოველ შემთხვევაში მოძალადეები ძალიან დიდი პროცენტულობით არიან მამაკაცები, რასაკვირველი და დაზარალებულები არიან ქალები. ჩვენ ესეთ საქმეებზე მუშაობ და ისედაც ძალიან რიგ შემთხვევებში ყოფილა საგამონაკლისო შემთხვევა, როცა მოძალადე არის ქალი და ყველა დანაშაულს აქვს ერთი სახასიათო ნიშანი. კაცი თავს აღიქვავს უფროსად, არ ვიცი, სოციუმის წარმომადგენლად, რომელსაც შეუძლია მართოს სხვისი სურვილები, სხვისი ინტერესები და ეს სხვა არის მისი ოჯახის წევრი. ვიღებთ იმას, რომ ქალის დაქვემდებარებული როლი არის, ქალის როლიც არის გაუფასურებულია, ქალი არ წარმოადგენს არაფერს ოჯახში და კაცის ნებას დაყვება ოჯახში ნებისმიერი საკითხის გადაჭრა და თუ გადახოვა მოხდა, თუ წინააღმდეგობას აქვს ადგილი, მაშინ ხდება უკვე ის მძიმე დანაშაულები, როგორიც შეიძლება იყოს თუნდაც ფემიციდი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თუნდაც ნაკლებად დაზიანება, უკვე აგრესია ფიზიკურ დონეზე გამოიხატება, თუნდაც ეს მინიმალური წინააღმდეგობის გაწევის სურვილი იყოს. და თუნდაც უბრალოდ ქალი შეეკამათოს იმაზე, რომ ელემენტარულ რაღაცაზე, სრულიად ელემენტარულზე, აი ამ შეკამათებამ და წინააღმდეგობის გაწევამ შეიძლება მოგვიყვანოს საველო მდგომარეობამ და იმიტომ რომ ეს უკვე გენერირებულია ამ კაცის ბუნებაში, რომ წინააღმდეგობის გაწევა ნიშნავს მისი როლის შესუსტებას ოჯახში, მის დაკნინებას, მისი კაცურობის დაკნინებას, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე გარშემომყოფების მიმართ, იმიტომ რომ ის თავს აღიქვავს სწორედ ამათ, რომ მას არ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა, ის არის მუდმივად მართალი და იმდენად ძლიერი, რომ პირობითად მეუღლემ არ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს და მისი აზრი რელევანტური აღარ იყოს ოჯახში. სამწუხარო კიდევ ამ ამბავში არის ის, რომ რაღაც ეტაპზე კი შეიძლება იმ მომენტში ქალმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უჩილოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს თუნდაც ეს სტოკჰოლმის სინდრომიდან გამომდინარე, მაინც უბრუნდებათ ხოლმე იმის განცდა, რომ თითქოს იმ სოციუმს და იმ ყოფას ეკუთვნიან და ისე უწევთ ხოლმე დაბრუნება გარკვეული მიზეზების გამო. შეიძლება იყოს ეკონომიკური ფაქტორები, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ქალებს შეზღუდული აქვთ ზოგადად შრომითი უფლებები, ანუ არა მარტო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ხარბლები ხდებიან ასეთი კაცების გარემოცვაში, არამედ ეს არის ეკონომიკური ძალადობაც, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება დასაქმებული იყოს მათი მეუღლე, რომელიც მუდმივი კონტროლის, მუდმივი ეჭვიანობის, მუდმივი რაღაცა გაფაციცებული ყურადღების ქვეშ არის და საბოლოო ჯამში აი რაღაცა ერთ ჯაჭვს უბრუნდებით ხოლმე, რომ ამ ქალებს აღარ აქვთ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ძალა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. სქესობრივი დანაშაულები და მისი კავშირები ტოქსიკურ მასკულინობასთან. ნახოთ იურისტის კომენტარი. აგრესიულობის და დომინაციის სურვილი და დომინანტობა გამოიკვეთება და ქალის არა და თანხმობის არ ქონა არ არის ხოლმე შემაკავებელი ბარიერი ასეთი კაცებისთვის, იმიტომ რომ თვითონ თუ უნდა სქესობრივი კავშირის დამყარება დომინანტური რაღაცა ხედვით ივარაუდება, რომ მეორე მხარეს ქალს არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის უფლება და მათი არა, ქალის არა ნებაყოფლობითი უარი არ აღიქმება გადამჭრელ ფაქტორად. იგივე შეიძლება იყოს ცოლქმრის ურთიერთობაშიც და ივარაუდება ხოლმე, რომ ასეთი კაცები მიიჩნევენ, რომ ცოლის უფლება აღარ არის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაყრეს სქესობრივი კავშირის სურვილს ერთი მხრიდან გამოხატულს და ასეთ შემთხვევაში, თქმა უნდა, ვაწყდებით კლასიკურ შემადგენლობას გაუპატიურებით, რაც არ ესმით ხოლმე, იმიტომ რომ აპრიორი ნიშნავს ცოლქმრული ურთიერთობა და თუნდაც ხელმოწერა იმით, რომ ცოლი ყოველთვის ანახმა იქნება სქესობრივ კავშირში, რაც ხოლმე აბსურდია, აბსოლუტური. თუმცა ეს კაცები აი ამ ფორმით
არც კი კითხულობენ, არც კი იღებენ ნებართვას, ისე ამყარებენ სქესობრივ კავშირს, როცა მეორე მხარეს აბსოლუტურად უარზეა და ეს უარი არის აბსოლუტურად გაქარწყლებული და ვიღებთ გაუპატიურების კლასიკურ შემადგენლობას, თუმცა ამ დანაშაულის იდენტიფიცირება ასეთ დროს, ასეთი ტიპის ურთიერთობებში არ ხდება, იმიტომ რომ ქალებსაც არ აქვთ ინფორმირება იმის ნაწილში, რომ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მის ნების ეწინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი აქტი და ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირი არის გაუპატიურება და სქესობრივი დანაშაული. ეს მტკიცების ეტიჭი საკმაოდ რთულია, ეს კიდევ სხვა სპეციფიკის სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა არა მარტო ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, არამედ პარტნიორულ ურთიერთობებშიც, ზოგად ურთიერთობებშიც, რაღაცა გაცნობით ურთიერთობებშიც მსხვერპლის არ აღიქმება და არ მიიჩნევა რელევანტურ საფუძვლად იმისა, რომ ეს კავშირი არ შედგეს. და ამას ყოველთვის ტოქსიკური მასკულინობა მაგას გულისხმობს, რომ ამას ამ უარს კაცები იღებენ ძალიან დიდ პირად შეურაცხყოფად და საკუთარი ამ კაცურობის და იდეალური რაღაცა მახასიათებლის სრულ ჩამოშლა და ჩამონგრევა და რო არ ჩამოეშალოთ ეს და ეს რაღაცა ფრუსტრაცია რო არ გამოიწვიოს უარმა და ამ აქტის შეუმდგარობა, ამას ნაცვლად აუცილებლად მიმართავენ აგრესიას, მიმართავენ იძულებას, ძალადობას, თავარია რომ ის აქტი დამყარდეს. ინტერვიუს ბოლოს მარი ვარამაშვილი სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი უყურადღებობაზე აკეთებს აქცენტს. პირდაპირ გეტყვით, რომ სახელმწიფო არაფერს არ იკვლევს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნეთ, ეს ჩვენი კვლევა პირველი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლებაც იმისთვის, რომ რაღაცნაირად იდენტიფიცირება და გამომწვევი მიზეზები თავიდანვე ჩანასახშო დაიდენტიფიცირდეს, სახელმწიფოს ეს ფუნქცია არ აქვს შეთავსებული. სახელმწიფოს კიდევ უფრო მძიმედ დასარეგულირებელი საკითხები არ აქვს საკუთარ კონტროლში დაქვემდებარებული, იგივე დანაშაულების სპეციფიკა რაც აღწერე, სახელმწიფოს ჯერ მხოლოდ ის უჭირს, ისიც კი უჭირს, როგორ დაიდენტიფიციროს გაუპატიურება და როგორ მოახდინოს დანაშაულის შემადგენლობის სწორად განმარტა, არათუ ტოქსიკურ მასკულინობაზე იმსჯელოს და რაღაც სიღრმეებში ჩავიდეს. ბევრად უფრო მძიმე ეს რასაკვირველი პრობლემა, მაგრამ ბევრად უფრო ბაზისურად მძიმე პრობლემები არსებობს ქვეყანაში, სამართალ-ნაწილ წარმოების ფარგლებში, კანონის ფარგლებში, რომელიც ვერ არეგულირებს და არასწორად განმარტავს და ვიწრო ინტერპრეტაციას აძლევს სქესობრივი დანაშაულების განმარტების დეფინიციას და იმ დისპოზიციას, რითაც დღეს ხელმძღვანელობთ, სახელმწიფოს ჯერ ეს პრობლემა არ აქვს მოგვარებული, დანაშაული როგორ გამოკვეთოს და დამნაშავე როგორ დასაჯოს და არათუ იმ სიღრმეებში ჩავიდეს, რაც ტოქსიკური მასკულინობის გამოვლენას და შედეგებს მოასწავებს.